ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული მქონდა დილით, უნდა წავსულიყავი ფორმულაზე, გადაცემის ჩაწერას დავსწრებოდი, რადგან განათლების თემებზე სასაუბროდ მიმიწვიეს როგორც მშობელი, შემდეგ უნდა გადამენაცვლა სასამართლოში, სადაც ჩემი პროცესი მიმდინარეობდა სააპელაციო სასამართლოს გულისხმობ და მოკლედ ძალიან გამიხარდა, რომ გელა სახლშია და შესაბამისად დამატებით ადამიანის მოძიება, ვინც ბავშვებს სკოლა-ბაღიდან გამოიყვანდა და წრეებზე წაიყვანდა, არ მჭირდებოდა. დავტოვე მთელი ბაღის და სკოლის წრეების დეტალური ინსტრუქცია, რომელიც სად წაეყვანა, მაცივარზე გავაკარიეს ინსტრუქცია, ყველა სოციალურ ქსელში დაწყებული მესენჯერიდან დასრულებული WhatsApp-ით მივწერე ვრცელი დეტალური ჩამონათვალი აი ამ დღის განრიგის, ლამის ბავშვებს შუბლზე დავაწერე, რომელ საათზე რომელი სად უნდა წაეყვანა და პირველ საათზე მირეკავს ჩემი ქმარი. და მეკითხება, აბა მითხარი ახლა რომელი სად წავიყვანო. მეთქი ხომ გიწერია, ხომ გამოგიგზავნე მესიჯები. კაი, ახლა იმის კითხვასო ბარემო დაგირეკე და მითხარიო. მაგრამ რაში შევცდი, იცით? როგორც ჩანს რაღაც დისკომფორტი აქვს აი ამ კითხვის პროცესის და ხმოვანი შეტყობინებები უნდა გამეგზავნა თურმე.